Ishua. ყველას გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს კანკაცებას. ურწმუნოთათვის ეს სიცოცხლეა. ჩვენთვის კი ეს არის ჭეშმარიტების ყველაზე მაღალი საზომი. ბევრი სიტყვა წმინდა მამათა იწვნილი ამ დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით. ჩვენც აგეკითხავს მოგვისმენია ბევრი ხალხური სიმღერა თუ პოეზიისა და პროზის შედევრები ამკობს ამ დღესასწაულს. ესეთი სიხარულიც კი არის გამოხატული ხალხში, რომ ერთმანეთს ამ დღეს ყველაზე ტკბილი საჩუქრებით ულოცავენ, რომ დაკავშირებული ეს ჩვენს მაცხოვართან, იესო ქრისტესთან ყველაფერი. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ჩვიულ იესოს ეძებდნენ მოსაკლავად. და ვინ ეძებდა? ეძებდა იუდეელი მღვდელმთავრები და მწიგნობრები. ქრისტე კი მოვიდა იმისათვის, რომ სიყვარული იქადაგოს, მშვიდობა იქადაგოს, ცხონება და გადარჩენა იქადაგოს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ის ადამიანები, ის ძალები, რომელიც დაკავშირებულნი არიან ღმერთკაცის მტრობასთან, დღესაც თავისებურად იღწვიან იმისათვის, რომ ქრისტეს ებრძოლონ და მათ მიმდევრებს ებრძოლონ. თვით მაცხოვრის სიტყვებია, მე თუ მდევნეს, თქვენც გდევნიან. და კიდევ არაერთი რამ, რაც უფალმა ჩვენ გვასწავლა, გვითხრა იმისათვის, რომ ჩვენ რწმენაში არ მოვისუსტოთ და ვიყოთ მტკიცენი. მისი სიტყვებია სწორედ, რომ ჩემი სამცო მცირეა. ხანდახან სიმრავლით საზღვრავენ ადამიანები. ხანდახან საზღვრავენ ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლის, ჰეგემონის სიძლიერით. მაგრამ ქრისტემ ყველა დაამარცხა. და რაც თავარია, ვინც აღძრა ეს ადამიანები, ეს ხელისუფლები, ქრისტემ ყველა დაამარცხა და ყველას დაამარცხებს. ის უცელებელია. მან ჯვარცმით ეშმაკი დაამარცხა. ამიტომ უსურნი არიან ის ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ოდესმე ზრიონ ქრისტეს. და გამოგნებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენ დღეს ხედავთ ისეთ მდგომარეობას ჩვენს თვალწინ, რაც ვითარდება ახლა საქართველოში, რომ ამ ერთ პატარა ქვეყანას და ხალხს დაუპირისპირდა მთელი მსოფლიო. ამ ქვეყნის, ასე ვთქვათ, ძლიერები. იმისათვის, რომ
დადგა საკითხი ესე ჩვენ ვიქნებით თვითმყოფადი ერი და ღვთისმოყვარე ერი თუ ვიქნებით ქვეყანა რომელსაც არც მენტალობა არც იდენტობა ან თვითმყოფადობა არ გააჩნია და არც წმენა არ გააჩნია დღეს ჩვენს ქვეყანას ამიტომ დაუპირისპირდნენ და მე მინდა ერთი წერილი წაგიკითხოთ და ეს განსაკუთრებით მინდა მათ იცოდნენ ვინც ჩვენს ქვეყანას დღეს დევნის იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაც სწორი პოზიციები რაღაც სხვადასხვა საკითხებში და მინდა რომ ჩემმა ხალხმა იცოდეს ეს პირველ რიგში იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ არაერთი ქადაგება ითქვა მაინც ზოგისთვის კიდე გაუგებარია რა ხდება ჩვენ ქვეყანაში და რატომ გვებრძვიან კიდე გაუგებარია თითქოს და განსაკუთრებით გასაოცარი ის არის რომ ამას ხედავთ ჩვენს მრევლში მორწმუნე საზოგადოებაში თითქოს ყველაფერი მარტივია ყველაფერი გასაგებია მაგრამ მაინც არ ისმით ზოგიერთს და მე მინდა რაღაც წაგიკითხოთ ჯერ რაღაც კი არა შემოქმედება თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მამის ღირსი იუსტინე სერბის ჯერაც ეხება ხელისუფლების მიმართ მორჩილებას და შემდეგ პატარა ანალიზით მინდა დავუყო მორჩილება ჯერ არს ღმრთისა უფროს ვიდრე კაცთა ეს სწავლება არის მართლმადიდებელი ეკლესიის სული და გული მისი მთავარი ყოვლის მომცველი ხარება რითაც და რისთვისაც ცხოვრობს ეკლესია სწორედ ამ სწავლებაშია ეკლესიის უკვდავება და სრულყოფილება მისი წმინდა დოგმატებისა და კანონთა არსი ამიტომ ეს მისი უმთავრესი პრინციპი საზომთა საზომი და სიწმინდეა ამდენად სრულიად დაუშვებელია და არაფრის ფასად არ შეიძლება რომ ეკლესიამ ამ საკითხებში რაიმე დაუთმოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და ბორო ძალას მით უმეტეს ეკლესიის აშკარა მტრებს რომლებიც ყოველი ღონით ცდილობენ მის განადგურებას ღვთის მორჩილება რომ უფრო უმართებს ვიდრე ადამიანებისა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის უცილობელი და მარადიული წესგანგება რომლითაც იგი პასუხს სცემდა ეკლესიის პირველ მდევნელებს და დღესაც პასუხობს ყოველი ჯულის მდევნელს ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე მორჩილება ჯერ არს ღმრთისა უფრო ვიდრე კაცთა ეს არის პასუხი ეკლესიის ყოველი დროის ყოველი სახის მდევნელთა მიმართ ვიდრე საშინელ სამჟავრომდე ეკლესიისათვის პირველი მუდამ არის ღმერთი და შემდეგ ადამიანი ამიტომ ადამიანებს მანამ უნდა ვემორჩილებოდეთ სანამ ისინი ღმერთს და საღვთო ჟულს არ ეწინააღმდეგებიან მაგრამ როდესაც ადამიანები ღვთისა და საღვთო ჟულის წინააღმდეგ გაილაშქრებენ მაშინ ეკლესია მათ უნდა დაუპირისპირდეს და თუ ასე არ მოიქცევა
მაშინ ვინღა დარჩება ეკლესიაში ან რა იქნება ეკლესიის მოვალეობა ანდა მისი წარმომადგენლები მოციქულთა მემკვიდრეებად კი იწოდებიან ასეთ დროს ეგრეთ წოდებული საეკლესიო იკონომიით შემწყნარებლობით თავის მართლება სხვა არაფერია თუ არა ღმერთისა და ეკლესიის ფარული გაცემა ამგვარი იკონომია მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის ღალატია როდესაც ხელისუფლება ღმერთს ემყარება მაშინ ღვთის მფარველობაშია აი მივაქციოთ ამას განსაკუთრებული ყურადღება მე ვფიქრობ რომ ამას მოისმენენ და ვისაც ეს ეხება განსაკუთრებულად უნდა გაითვალისწინოს ღმერთის მფარველობაშია და ღმერთთან იმყოფება იგი ღმერთის მიერია და ღმერთი ურთხეულია ხოლო როდესაც ხელისუფლება ღმერთს გამოდგება იგი ძალადობად გადაიქცევა და ამით ღვთის მოწინააღმდეგის ეშმაკის ძალაუფლებას დაუმორჩილებს თავს ასეთია ხელისუფლების ბუნებასა და ფასეულობებზე სახარებისეული წმინდა მოციქულთა და მამათა მთავართა მართლმადიდებლური მოძღვრება ასეთია ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და უცოდველი მოძღვრება ხელისუფლების შესახებ ასეთია იგი დასაბამიდან ვიდრე აქამდე და უკუნითი უკუნისამდე ამას მოწმობს ყველა წმინდა მოციქული ყველა წმინდა მამა ყველა მოწამე წმინდა პირველ მოწამე სტეფანედან მოყოლებული ვიდრე ახალ მოწამეთა ჩათვლით მოწამეები რომლებიც უფალ იესო ქრისტესთვის ეწამნენ ამ ქვეყნიერმა ღმერთის მობელმა ხელისუფლებმა აწამეს ისინი ხელისუფლთაგან წამებულ დევნულ და ტანჯულ წამებულ ეკლესიას წმინდანთა რიცხვი თანდათანობით მილიონობით და მილიონობით ემატებოდა ისინი წმინდანები არიან და უკვდავნი რამე თუ მათ დაამოწმეს ღმერთკაცობრივი ჭეშმარიტება რომ ქრისტიანებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ამ ქვეყნიური ხელისუფლების მყრობელი მეფეების ხელისუფლებისა და საერო თუ სასულიერო მთავრობების უღმერთო და ღვთის მგმობელ ბრძანებებს და სულ ერთია ვინ და სად იქნებიან ეს ხელისუფლება ყოველი წმინდა მოწამე ქრისტეს სარწმუნოების ყოველი წმინდა აღსარებელი ცოცხალი განსახიერება და უკვდავი ხარება მართლმადიდებელი ეკლესიის ყოვლადწმინდა სახარების ამ სწავლების მორჩილება ჯერ არს ღმერთისაი დროს ვიდრე კაცთა ყოველი მათგანი ყოველი გონებით ყოველი ძალით და ყოველი გულით იცავდა ამ სწავლებას და სწორედ ამიტომ აწამებდა და კლავდა საუკუნეთა მანძილზე მათ ღმერთის მოძობლი ხელისუფლება ასეთია მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრება ხელისუფლების მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებაზე ეს არის
გზა და ჭეშმარიტება. ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიისა მოციქულთაგან დღემდე და ამ ქვეყნიური ცხოვრების აღსასრულამდე. ამიტომ ამ სწავლების ხარჯზე არც არაფრის დათმობა და არც კომპრომისი არავის თვით მსოფლიო კრებასაც კი არ ხელეწიფება. და აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რომელიც დღევანდლობას ჩვენს თანამედროვე ყოფას ეხება და კიდე რაღაც გაუგებრობებია თითქოს გვეუბნებიან პირდაპირ, ხომ, რომ თქვენი თვითყოფადობა უნდა დაკარგოთ. გვეუბნებიან პირდაპირ, რომ თქვენ უნდა დაუშვათ უზნეობისა და გარყვნილების პროპაგანდა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები, გოგონები, ისედაც ასეთი დემოგრაფიული მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ახალგაზრდობა უნდა წავიდეს და დაიხოცოს სადღაც ომში და ქვეყანამ პარტიზანულად უნდა იცხოვროს. თორემ არ მიგიღებთ ევროპაში. და ეს ხალხი მიდის იქ და ითხოვს მაინც ევროპა გვინდა. სადღაა შენი სარწმუნოება? სად არის შენი სარწმუნოება? შენი სამშობლოს სიყვარული, თუნდაც შენი შვილის სიყვარული სად არის? დღეს ხო ხმლებით არ მიდის ომი და ცხენებით. არ არის ბრძოლის ასპარეზი მოცული. დღეს ხო სულ სხვა ვითარებასთან აქვს ჩვენ საქმე. 2-3 დღეში შეიძლება მთელი ჩვენი მომავალი თაობა განადგურდეს. არა, ჩვენ მაინც გვინდა ევროპა. მიდიან ეს ხალხი და ითხოვენ უტიფრად. იცით? ხანდახან რას ვფიქრობ, რომ აი იმ პირუტყვებით მცხვენია, რომელიც ერთ-ერთმა ცნობილმა მხატვარმა გადაიტანა ტილოზე, რომელიც დაკავშირებულია დიოგენესთან, წარმართ ფილოსოფოსთან, რომელიც ათენის მთავარ მოედანზე შუა დღისით ფანრით ხელში დადიოდა. და ყველა დაცინოდა და ყველა ეკითხებოდა, ვის ეძებ დიოგენე? ადამიანს ეძებ. და კიდევ უფრო და უფრო მეტად მატულობდა სიცილე. და აი ამ ფერწერმა აი ამ ეპიზოდს დაუმატა ერთი პასაჟი, ესეთი. პირუტყვებმა თავი დახარეს, შერწყათ. ისინი მიხვდნენ, რას ეძებდა დიოგენე, ადამიანები ვერ მიხვდნენ. ნუ დავემსგავსებით ათენის იმ დროინდელ მოედანზე მყოფ ადამიანებს, რომელთაც რწმენაც, ადამიანობაც და რაც თავარია, ელემენტარული ინტელექტი დაკარგეს. ელემენტარული ინტელექტი. მე არ მაქვს საუბარი აქ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ეს ისეთი პერიოდი იყო. აქ ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ძალიან მარტივ საკითხებში ჩვენ დაუკვირდეთ. თუ რა ხდება ჩვენ თავს. და როდესაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, ასეთი დღესასწაული გვაქვს, ქრისტესობის დღესასწაული. და ადამიანები მხოლოდ ზოგიერთები იმიტომ შემოვლენ აქ, რომ ეკლესიაში სამთელი დანდა, თუნდაც აღსარებად ხო, მაგრამ აი ასეთ საკითხებში ვერ ერკვევიან ჩვენგან რა უნდათ, ჩვენგან უნდათ სული მათ. სული უნდათ, ჩვენი დაღუპვა უნდათ. წაიკითხეთ ალენ დალესის დოქტრინა. წაიკითხეთ მაიკლ სვიფტის მანიფესტი. ეს არის მათი სახარებები. ისინი აი ამ მოძღვრებებით მოდიან ჩვენთან.
გვინდა მაშინ ესეთი ამერიკული რახან არის, ევროპული რახან არის, იმიტომ ტოლვა იქით. წაიკითხეთ ელემენტარულად, როგორი პროგრამა ქონდათ მათ ადამიანთა განადგურების საერთოდ. აღარაფერს ვამბობ ეს ისეთ პიროვნებებზე, როგორიც თქვა ბზეჟინსკი იყო და სოროსი იყო, უკვე ყველასთვის ცნობილია. ესენი მესამე მეათეხარისხოვანი ადამიანი, ვინ შექმნა პირდაპირ დოქტრინა, მაგრამ იმათ უკანაც ხომ ადამიანები არიან, იცით ვინ არიან იმათ უკან? ალენ დალესის და თქვათ იქ ვინც ვახსენია მაიკ სვიფტი. იმათ უკან აი სწორედ ის მდევნელები არიან, ვინც ახალშობილ ქრისტეს ეძებდა მოსაკლავად. გინდათ ასეთი ევროპა. მაშინ ჩვენ თავი დავგვანებეთ რა. მაშინ თქვით უარი ქრისტიანობაზე. ცოტა ხანში თქვენ გამოგიშვებენ ჩვენს დასახოცად უკვე. იმიტომ ჩვენ ვეღარ მოვრიგდებით ერთმანეთში, იმიტომ ჩვენი მისწრაფები სულ სხვა არის. აპატიეთ ემოციებისთვის. ქრისტე იშვა. ჭეშმარიტად იშვა.